აგრძელებთ პირდაპირ რეპორტაჟს თბილისის სპორტის სასახლიდან, სადაც მიმდინარეობს მატჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის გუნდებს შორის. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 36-34. სტუდენტები იმარჯვებენ ჯერჯერობით ორქულიანი სხვაობით. გარდამავალი უპირატესობით წარიმართა პირველი ტაიმი. ძირითადად ქულა-ქულაში მიდიოდა თამაში და საბოლოოდ ესეთი შედეგი დაფიქსირდა. დაიწყო მატჩის მეორე ტაიმი, დაიწყეს ის თესეუს მოთამაშეებმა. გაგაცნობთ გუნდების ხუთეულებს, თესეუ ბაქრაძე, ასელაიანი, ხანიაშვილი, ბერუაშვილი და ნოზაძე, ხოლო ქუთაისში ფაშაევი, ბაბუნაშვილი, მათიაშვილი, ბარბაქაძე და რეზო დიდია. ფაშაევი იწყებს ქუთაისის შეტევას, ბაბუნაშვილი ბურთით, მათიაშვილი შეუძლია რომ შეუტიოს. ხელი მიურტყა ეხლა ბურთზე ნოზაძემ. აუტიდან ბურთი შემოიტანს ქუთაისი. ბაბუნაშვილი გააკეთებს ამას. დიდია 6 წამი შეტევის დასრულებამდე, რას მოიფიქრებს ნახოთ რეზო დიდია, მათიაშვილი. სროლა საჭირო მათიაშვილმა შეუტია ძალიან კარგად პირველი ორი ქულა მეორე ტაიმში. რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზეა გაათანაბრა ანგარიში. მან ბაქრაძე. ბერუაშვილი. საშუალო გაუშვა ვასილ ბერუაშვილმა, არ ჩავარდა ეს ბურთი. კარგად გამოიყურებოდა ეს კალბურთელი პირველ ნახევარში. დაგვამახსოვრა თავი რამდენიმე ეპიზოდში. ისევე როგორც გიორგი ხანიაშვილმა, რომელიც ახლა ეთამაშებოდა ბაბუნაშვილს, შემდეგ ბაბუნაშვილმა ფაშაევს გადაუტანა, ისევ ბაბუნაშვილი კარგად გაათავისუფლა, უნდა ჩაეგდო ეს ბურთი. ხდება ხოლმე. ხშირად ისეთი მომენტებიდან ვერაგდებენ, უფრო მეტად ისეთი მომენტებიდან ვერაგდებენ. კალბურთელები ბურთებს როცა სრულიად თავისუფლად არიან და არავინ არ უშლით ხოლმე ხელს. ეს დიდიასთვის პირველი პერსონალური იყო და ბაქრაძე იწყებს თესეუს შეტევას და ორი ქულაც მოვათავსა ქუთაისის კალათში. 38-36 ორი ქულით წინ არის სტუდენტთა გუნდი. მათიაშვილი, ბაბუნაშვილს ძალიან კარგი პასი მისცა, მაგრამ ბაბუნაშვილმა ოდნავ დააგვიანა მოძრაობის დაწყება. ხანიაშვილმა შემოიტანა ბურთი და ბაქრაძეს გადმოგვს ქუთაისის ნახევარზე. ხანიაშვილი შევიდა სამწამიანში ჯარიმა. პირველი პერსონალური რიჩარდ მათიაშვილს. ხანიაშვილს აქვს შანსი გაზარდოს თავისი ქულათა აქტივი. ყველაზე შედეგიანი იყო თავის გუნდის შემადგენლობაში პირველ ტაიმში შეგახსენებთ, მას ჰქონდა 11 ქულა. მე-11 ნომერს სტუდენტებისა უკვე 12 ქულა. ორიდან ორი გამოიყენა. გიორგი ხანიაშვილმა და 4 ქულით წინ გაიყვანა თავისი გუნდი. დიდია. მათიაშვილს ძალიან კარგი გადაცემა და ორი ქულა მათიაშვილი. მათიაშვილმაც დაუფასა რეზო დიდიას ეს ყველაფერი ჯარიმით ჩააგდო ეს ბურთი და აქვს შანსი ერთ ქულამდე შეამციროს. პერსონალური შენიშვნა ანგარიშის სხვაობა. აქ ბარბაქაძე დარჩა გამარჯვებული და ჩაატენის ამ ბურთს ბრწყინვალეთ სალიხელით. პირველ ნახევარში ვნახეთ ჩვენ შესანიშნავი თამაში, ამაზე გაცილებით ეფექტური ბურთი ჩაატენა გიორგი ბარბაქაძემ. ზოგადად გამოირჩევა ეს კალბურთელი მსგავსი ლამაზი ეპიზოდებით. ბაქრაძე ბურთით ძალიან კარგი პასი მისცა ნოზაძეს და ნოზაძეს უნდა ჩაეგდო ეს ბურთი, მაგრამ მათიაშვილი მეორე პერსონალური რიჩარდ მათიაშვილი დაჯარიმდა მასზე. ძალიან გაკურებული იყურება.
დადგება საჯარიმო ხაზი. მოდაძემ ვერ გამოიყენა პირველი სროლა. მეორე ზუსტად შეასრულა. ლუკა ნოზაძე. ერთი ქულით გაიყვანა თავისი გუნდი და ერთი ქულა მოუმატა თავისივე აქტივ. შეგახსენებთ, რომ მას 5 ქულა აქვს ჯერჯერობით. ზაურ ფაშაევი ძალიან კარგი პასი ბარბაკაძეზე და ბარბაკაძემაც 2 ქულა ძალიან მარტივად ჩააგდო. პირველად მეორე ტაიმში წინ გადის ქუთაისი 1 ქულით 41-52 ანგარიში. აქვე ჩქარეული ემზადება მოედანზე შემოსასვლელად. ასელაინმა ვერ ჩააგდო საშუალო. ბაქრაძე გაუშვა, ჩააგდო. არის ბაქრაძის 3 ქულა. ბაქრაძის მერვე ქულა არის დღევანდელ მატჩში. საკმაოდ კარგი კალბურთელია გივი ბაქრაძე. კარგად არის ბურთთან, ასე ვთქვათ, კარგად ატარებს, სროლაც აქვს. დიდია გათავისუფლა, ვერ ჩააგდო რეზო დიდიამ. კარგია გიორგი ბარბაკაძე. მათიაშვილმა არ გადაწყვიტა სროლა. აი ეხლა ეს სროლა და ყველაფერი ძალიან კარგად შეასრულა რიჩარდ მათიაშვილმა 44-44. ზუსტია ნოზაძე 46-44. 5 წუთი და 40 წამი. მესამე პერიოდის დასრულებამდე ფაშაევის გრძელი გადაცემა. შემდეგ დიდია ესვრის სამიანს, ვერ აგდებს. პირველ ტაიმში, პირველ ნახევარში, უბრალოდ პირველ პერიოდში გვახსოვს ჩვენ დიდია ჩაგდებული 2 სამიანი, იმის შემდეგ აღარ მისცეს როლები ამ კალბურთელს. ყოველ შემთხვევაში ვნახეთ ახლა რომ 2 ნასროლი პერიმეტრიდან გაუცუდდა რეზო დიდიას. ხანიაშვილმა გადმოიტანა ბურთი, გადაცა გივი ბაქრაძეს, ბაქრაძემ სამიანი, დაუტრიალდა ბურთი, მაგრამ ვერ ჩააგდო. მოსნა ლუკა ნოზაძემ და თესეუს მორიგ შეტევას იწყებს გიორგი ხანიაშვილი. ძალიან ცუდი პასი იყო და ბარბაკაძემ დაიწყო სწრაფი შეტევა, ჯარიმა შეტევაში. ძალიან კარგად ითამაშა ხანიაშვილმა, მოასწრო ორივე ფეხის დადგმა. აფიქსირება და ბარბაკაძე მეორე პერსონალური. დაჯარიმდა შეტევაში, რა ძალიან საწყენი არის ქუთაისის გულშემატკივრებისთვის. უკვე ქუთაის 5 წუთში აქვს 4 გუნდური ჯარიმა, ხოლო თესევს მხოლოდ 1. ბაქრაძე თვითონ შეუტია ბაქრაძემ კარგად ამოუტანა ჩქარეულმა გაუშვა ჩააგდო ვახტანგ ჩქარეულმა 49-44 5 გულით წინ არის ესეუ ბაბუნაშვილი იწყებს ქუთაისის მორიგ შეტევას ფაშაევს გადასცა გესმით ახლა ესეუს გულშემატკივრების აქტიური მხარდაჭერა კიდევ ერთი ბურთი გააფუჭა ფაშაევმა მაგრამ ვერ ჩააგდო ივი ბაქრაძე წაუვიდა თესეუს სამიანები ნახოთ შეიძლება კიდევ ცადონ ეს უკვე მეხუთე გუნდური ჯარიმა არის ქუთაისის და შესაბამისად საჯარიმო ხაზზე დადგება გივი ბაქრაძე ზაურ ფაშაევი მეორე პერსონალური პირველი სროლა ზუსტად შეასრულა გივი ბაქრაძემ 50-44 მეორე ზუსტი გამოდგა ბაქრაძის ნასროლი 51-44 უკვე სერიოზული უპირატესობა გამომდინარე იქიდან რომ მთელი თამაში ქულა-ქულაშია 7 ქულა ესეთ ვითარებაში საკმაოდ კომფორტული სხვაობაა რომელიც მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჯარიმა აქ მათიაშვილის წინააღმდეგ ჯარიმდება ნოზაძე ხედავთ თესეულს მთავარ მწვრთნელს გიორგი ჩხეიძე
რომელიც ამ სეზონში დაინიშნა TSU-ში მთავარ მწვრთნელად და საკმაოდ ისეთი ნორმალური გუნდი ყავს, რომელიც ხედავს ერთ-ერთ ლიდერს, ფავორიტს. არათუ უწევს დიდ წინააღმდეგობას, არამედ უგებს კიდევაც თამაშს ამ მომენტისთვის. მათიაშვილი მიაწვა ძალიან კარგად, თუმცა არ გაუმართლა, არ ჩავარდა ეს ბურთი ასელაინმა მოხსნა. ბაქრაძე გადადის შეტევაზე. ნოზაძე კარგად ამოვიდა ბლოკზე. გაუშვა ბაქრაძემ საშუალო და ჩააგდო. ბაქრაძე 2 ქულა. 53-44. ეს ბაქრაძის მე-12 ქულა არის. შეგახსენებთ რომ მათიაშვილს აქვს 17 ქულა, შემდეგ ხანიაშვილი მოდის 13 ქულით და ხანიაშვილი შემდეგ 12 ქულა ჩააგდო ივი ბაქრაძე. 9 ქულა სხვაობა. ას დამაფიქრებელია ნამდვილად ქუთაისელთათვის. დიდი გაქცევა არის უკვე ესეთ თამაში ჩემპიონატის TSU-დან. არავინ არ მოელოდა ალბათ TSU-ს ესეთ თამაშს დღეს დაცვაში მით უმეტეს. ხედავთ TSU-ს ათადარიგოთას გამს, ახლა უკვე ორივე. ხედავთ ორივე გუნდის ათადარიგოს გამს თუ როგორ აძლევენ მწვრთნელები დარიგებებს თავის რონდებიან გუნდები მოედანზე. შეგახსენებთ რომ ანგარიშში არის 53-54 TSU ძალიან კარგად გამოიყურება დღევანდელ მატჩში. მესამე-მეოთხედის დამთავრებამდე დარჩენილი არის 3 წუთი და 53 წამი და უსტიაშვილის გუნდი მაქსიმალურად შეიძლება რომ ამ 3 წუთსა და 50 წამში შეამციროს სხვაობა. მათიაშვილი ძალიან კარგად თამაშობს ლუკა ნოზაძე და გივი ბაქრაძე იწყებს სწრაფ შეტევას თავისი გუნდისას. თავის თავზე აიღო ბაქრაძე ძალიან ცუდად ამოვარდა ეხა ბურთი კალათიდან. ფაშაევი, ბუბა კუმსაძე, მათიაშვილი და ასელაინმა ძალიან კარგად ჩაჭრა ეხა მათიაშვილის პასი. მათიაშვილი ბურთით. ფაშაევი იწყებს მორიგ შეტევას, 6 წამი აქვს ქუთაისის შესატევად. თავის თავზე აიღო ფაშაევმა და დაჯარიმდა ვასილ ბერუაშვილი მასთან თამაში. 3 წამით ადრე. ვასილ ბერუაშვილი პირველი პერსონალური შენიშვნა. შეცვლა არის ქუთაისის რიგებში, დავით ბარბაქაძე გამოდის რევას დიდიას ნაცვლად. პირველი სროლა გამოიყენა ზაურ ფაშაევმა. ერთი ქულით შეამცირა სხვაობა. მეორე ზუსტია ფაშაევის ასროლი 53-46. 7 ქულა არის სხვაობა. ბაქრაძე გადავიდა შეტევაზე, კვლავ თავის თავზე აიღებს, ამჯერად უკვე ვეღარ ითამაშა კარგად. მაგრამ არც მათიაშვილის პასი ვარგოდა. და ისევ TSU გადადის შეტევაზე. ბერუაშვილი. ჩქარეული. ბაქრაძე. ძალიან ბევრს ატარებს ბურთს, ცოტა უფრო მარტივად თამაშია საჭირო შემდეგ. კარგი პასი. ასელაინზე და ენდოანის ასელაინის შესრულებით. ბერუაშვილის პასი არის აღსანიშნავი. ცოტა გაკვირვებულებიც არიან საბა მე მგონი ქუთაისის მოთამაშეები არ ელოდნენ TSU-ს ასეთ კარგ თამაშს.
ყველა კომპონენტში არანაირ ასე ვთქვათ ტოლს არ უდებენ ისინი ქუთაის აღემატებიან კიდეც და ეს ყველაფერი ასახულია შედეგში და ასევე თამაშშიც 10 ქულა უკვე სხვაობა ვიმსადე იწყებს შეტევას ფაშაევი დავით ბაქრაძე მიაწვება ალბათ ასელაინს კარგად შემოტრიალდა კიდეც მაგრამ აღარ დასწალდა სროლა მანჩალაძემ ჩასტვინა და ნოზადეზე დააფიქსირა ჯარიმა ეს ლუკა ნოზადის მესამე პერსონალური არის აი აქვე გამოჩნდა ხიზანი უბრალოდ ასელაინის პერსონალური იყო და აქვე ხიზანიშვილი გამოჩნდა ასელაინი დაждდა ეს ძალიან ცუდი არის თესეუსთვის რადგან 4 პერსონალური თუკი ასელაინი ვეღარ შეძლებს ბრძოლაში შესვლას და ვეღარ იქნება ისეთი ხისტი როგორც აქამდე იყო დავით ბარბაქაძე საჯარიმო ხაზზე გამოიყენა 2-დან 2-ვე საჯარიმო 56-58 8 ქულა სხვაობა თესეუს უპირატესობა და შანსი ამის კიდევ უფრო გაზრდისა ტეტელაშვილი ნოზაძე ისევ უბრალოდ ეხა ჩქარაულია ბურთით საოცარი სროლა არ ჩავარდა ეს ბურთი კარგად აწია ეხა დავით ბარბაქაძე ჩქარაულა მაგრამ ეს სროლა ვეღარ მოახერხა 2 წუთი და 3 წამი რჩება მესამე-მეოთხედის დასრულებამდე ანგარიში 56 და 58 8 ქულის წინ არის სტუდენტური გუნდი რასაც ალბათ არავინ არ ელოდა გარდა თესეუს გულშემატკივრებისა რომელთაც ალბათ ბოლომდე სჯერათ თესეუს წარმატების ყველა თამაში ნოზაძემ ფეხით ჩაჭრა ბურთი დღეს გუნდები რომლებსაც ყავთ გულშემატკივარი გულისხმობ დინამოს და ახლა უკვე თესეუს ახერხებენ მათ გახარებას და როგორც ჩანს ეხმარება ეს გულშემატკივრობა რადგან შესანიშნავად თამაშობენ მათიაშვილი აკენდვანი მართლა ეხა რიჩარდ მათიაშვილს რომ ასე დაჯარიმდნენ ეს უეჭველი 2 ქულა იყო ვასილ ბერუაშვილი მეორე პერსონალი კვლავ 5 ქულამდე დავიდა სხვაობა ალბათ ეს იმას ნიშნავს რომ მატჩის ბოლომდე ძალიან საინტერესო თამაში იქნება და ქულას შეებრძოლებიან ერთმანეთს გუნდები ნოზაძე ბურთით ტეტელაშვილი ხიზანიშვილი საშუალო გაუშვა დავით ხიზანიშვილმა არ ჩააგდო ეს ბურთი ხიზანიშვილმა დაიბრუნა შემდეგ ახოთ მეორე შანსი აქვს თესეუს არ არის სიჩქარე საჭირო რა თქმა უნდა აქვს დრო შეტევის მოსამზადებლად თესეუსა კი ნაღამ დაიკარგა ბურთის შემდეგ გიორგი ტეტელაშვილი არ ჩავარდა არც ეს ბურთი ბრძოლა ბურთისთვის ჯარიმა ვის ბერუაშვილს დაჯარიმდა მათიაშვილთან ერთად ბრძოლაში ბურთის მოხსნისათვის ეს თესეუს მეხუთე გუნდური იყო რაც იმას ნიშნავს რომ უკვე ყველა ჯარიმა ორივე ფარში ორივე გუნდის მხრიდან იქნება საჯარიმო ხაზზე დადგომის ტოლფასი. წუთი და 11 წამი რჩება მატჩის მესამე-მეოთხედის დასრულებამდე თესეუ 5 ქულით წინ არის. რიჩარდ მათიაშვილი 21 ქულა იყო ეს მისი. 4 ქულამდე დაიყვანა სხვაობა. მეორე საჯარიმო ძალიან კარგად გამოიყენა. აშკარად მეორე ტაიმში ბევრად უკეთესად გამოიყურება რიჩარდ მათიაშვილი ვიდრე პირველში. რასაც ვერ ვიტყვით იგივე ხანიაშვილზე, რომელმაც პირველი მეოთხედი ძალიან კარგად ჩაატარა. მეორე ტაიმში ისე შედეგიანი ვეღარ არის როგორიც აქამდე იყო. ნახოთ ხანიაშვილი 5 წამი რჩება ტეტელაშვილი შეუტია ტეტელაშვილმა არ ჩავარდა მათიაშვილმა მოხსნა 56-53 ანგარიში მოახერხა ქუთაისმა მცირე ჩამორჩენის ამოქაჩვა და ახლა შანსი აქვს ანგარიშს გაათანაბრონ ფაშაევი აზერბაიჯანელი ლეგიონერი ქუთაისის საბურთით ბარბაკაძე მათიაშვილი გაიჭედა მათიაშვილი ნახოთ რას მოიფიქრებს ორმაგი დაცვა მის წინააღმდეგ ჯარი გარბენი დაუსტურა მაჩალაძე მეხა მათიაშვილზე კარგი დაცვა იყო თესეუს შესრულებით და 24 წამის სრული ერთი შეტევა რჩება თესეუს მესამე-მეოთხედში. ტეტელაშვილი
არმინ ხიზანიშვილი და გაიყვანოს. პერიმეტრზე. დრო- ბოლო წამზე შეუტიონ, ბოლო 5 წამში. ხუთვისზე გაკეთდება აქცენტი, რას მოიფიქრებს გიორგი ტეტელაშვილი, შეიძლება თავის თავზე აიღოს. 5 წამი და ძალიან კარგად გაკეთდა ყველაფერი, უყურადღებოდი თამაშის ქუთაისელი. ჩაიგდო გიორგი ხანიაშვილმა, ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, რომ თავის გუნდი გაიყვანა 6 ქულით წინ. რატო დატოვეს ესე უყურადღებოდ ხანიაშვილი ცოტა გაუგებარია, ყველა მიცოდნენ იცოდა ქუთაისმა რომ ბოლო წამები იყო და შეეშალათ ხელი, უნდა აიყვანათ ყველა კალათბურთელი, მაინც დარჩა ხანიაშვილი, მაგრამ ვერ მოახერხა იმ ბურთი ჩაგდება. ნუ ნახოთ, ძალიან საინტერესო 10 წუთი გველის მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა სხვაობა, სწორედ ამას ვამბობდით თამაშის დასაწყისში და ვიმედოვნებდით ჩვენ რომ ასე ქულა-ქულაში წავიდოდა და ბოლო წუთებამდე არ იქნებოდა გადაწყვეტილი გამარჯვებული ვინაობა. აგვისრულდა პრინციპში ეს მცირე ნატრა და ბოლო 10 წუთი როგორც ჩვენ ისევე გულშემატკივრები და კალათბურთელებიც დაძაბულობაში ვიქნებით. თქვათ 2-ოდე სიტყვა შემდეგ ტურზეც ეს გუნდები მომავალ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან ქუთაისის ოხუმს, ხოლო რაც შეეხება თესეუს, თესეუ ისვენებს შემდეგ ტურში, როგორც გითხარით. 9 თამაში აქვს თესეუს გამართული ყველაზე მეტი და შესაბამისად თესეუ გამოტოვებს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-11 ტურს. გუნდები სათამაშო მოედანზე. ფრენლები აძრავენ ბოლო დარიგებებს, თავის შეგირდებს. 56-53 სულ რაღაც 3 ქულა არის. სხვაობა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მე-4-მე-4-ზე იქნება ძალიან საინტერესო. ელდება მატჩი, დაიწყო მე-4-მე-4, დაიწყო ქუთაისმა, ბუბა კვიმსაძე ბურთით გადასცა მათიაშვილს, გიორგი ბარბაქაძე, დათო ბარბაქაძე, ფაშაევი, მათიაშვილი, 10 წამი რჩება შეტევის დასრულებამდე, ძალიან კარგი ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ჩაიჭრა ბურთი. ბურთით კვლავ ქუთაისელები იქნებიან. შეტევის დასრულებამდე 4 წამია დარჩენილი. იმსადე გამოვიტანს გვერდითა ხაზიდან. ფაშაევი უნდა გაუშვას სამიანი. ასელაინმა ჩამოიღო ბურთი. ბერუაშვილის სწრაფშეტევაზე გადავიდა. ქუთაისელებისგან დატოვა ბურთმა, შესაბამისად ბურთი თესევს. ასელაინი, ხანიაშვილი, ბაქრაძე, რომელიც დაბრუნდა ტეტელაშვილის ნაცვლად, სამიანიც გაუშვა, ვერ ჩააგდო მოხსნა დაცვაში და ამჯერად უკვე ბუბა კვიმსაძე იწყებს თავისი გუნდის შეტევას. ბარბაქაძე ჩააგდო. კარგად ითამაშა დავით ბარბაქაძემ მეტოქის ხელიდან არ მოერიდა ეს როლა. გათანაბრდა ანგარიში 42-56 1 წუთი გავიდა მე-4-მე-4-ის დაწყებიდან. ძალიან საინტერესო და ქულა-ქულაში მიმდინარეობს ჩვენი მატჩი. ხანიაშვილი, ეს ასელაინი, ხანიაშვილი, ბაქრაძე 6 წამი რჩება, ბერუაშვილზე გადაიტანეს. ბაქრაძე დარჩა სამიანზე, გაუშვა კიდეც, ძალიან ცუდი სროლა გივი ბაქრაძე. ძალიან საწყენი იქნება თუ თესეუს მე-4-მე-4-ში აღარ გამოუვა თამაში, რადგან 3-მე-4 ძალიან კარგად ითამაშეს როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მე-4-მე-4-ში ვალდებულები არიან, რომ თამაში არ ჩააგდონ და ბოლომდე დაიხარჯნონ. ფაშაევი ბურთით გადააწოდა მათიაშვილს. იმსაძე ძალიან კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა, მაგრამ დავით ბარბაქაძემ ვერ გაუგო.
ძალიან დიდი მნიშვნელობის კალათბურთელია მათიაშვილი ქუთაისის შეტევების დროს ჩანს ხოლმე, როცა ის ბურთს იღებს ან სამწამიან ზონაში მოძრაობს, ერთბაშით 3 კალათბურთელი ადის რიჩარდ მათიაშვილზე და სივრცეები ირჩება ძალიან დიდი სხვა მსროლელ მოთამაშეებს იგივე პერიმეტრზე ან საშუალო მანძილებიდან. აქ გიორგი ბარბაქაძე მითამაშა, კარგად წინ გაიყვანა ქუთაისი. მათქულიანი ტრამპლინის შემდეგ, რაც თესეუს ჰქონდა, ეს ძალიან მალე ქუთაისი დაეწია და უკვე 2 ქულით წინ არის. რაც ალბათ პირველ რიგში გამოცდილების ხარჯზე ხდება. ბაქრაძე, ასე ლაინი, კარგი გადაცემა მათიაშვილის. კარგად დააფარა რიჩარდ მათიაშვილმა, ძალიან კარგად. მათიაშვილმა ბარბაქაძე. მე მგონი მეჯერ აღარ მოუნდება იქ შესვლა. იმდენად სუფთად და უხეშად ამასთანავე ამავდროულად დაუფარა მათიაშვილმა. ქუთაისელები ბურთით 5 წამი შეტევის დასრულებამდე და გაუგებარი გადაცემა რა უნდოდა აქ ხანიაშვილს თვითონაც მიხვდა თავის შეცდომას. უნდა გაეშვა ბურთი და დარჩებოდა თავისი გუნდი. თუმცა 1 წამია და ეჭვი მაქვს, ბევრს ვერაფერს მოასწრებენ ქუთაისელები ამ 1 წამში. თუმცა ვნახოთ. მოასწრეს. ჩააგდო დავით ბარბაქაძე მაგ წამში ძალიან მარტივად იქვე. ფაშაევა გადასცა ბარბაქაძეს და ბარბაქაძემ ძალიან მარტივად 2 ქულა ჩაუგდო თესეუს. 56-60 4 ქულით უკვე ქუთაისი დაწინაურდა. ბაქრაძე. კარგი შესვლა, ბრავო. ჭირდებოდა გივი ბაქრაძეს ეს 2 ქულა, რადგან ბოლო მომენტებში აღარ წაუვიდა მას თამაში, არც სროლები და აშკარად ეს ფსიქოლოგიურად საჭირო მომენტი იყო 56-58-60 ანგარიში. ქუთაისელები ბურთით მათიაშვილი დატრიალდა, ისროლა არ ჩავარდა ეს ბურთი, შემდეგ მოხსნა იქ დავით ბარბაქაძე იყო და ჯარიმა. სრულებად თესეუს რიგებში ხანიაშვილის მაგერად გამოდის. ჩქარეული მოედანზე. მეორე პერსონალური შენიშვნა. უსტიაშვილი აძლევს დარიგებებს რიჩარდ მათიაშვილს, გიორგი ბარბაქაძეს და ბუბა კვიმსაძეს. მანამდე კი დავით ბარბაქაძე დგას საჯარიმო ხაზზე და ისვრის. საჯარიმოს პირველი ზუსტი იყო. მეორე ზუსტად გამოიყენა დავით ბარბაქაძე. წუთი და 40 წამი რჩება ნაჩიც. აი ვთქვათ რომ მეოთხედის დასრულებამდე, არ გამორიცხოთ რომ იქნება ოვერტაიმიც. ჩააგდო. ზუსტია გივი ბაქრაძე. 61-62 თამაშია ორივე გუნდი და არის ძალიან საინტერესო თამაში. იქნება მე დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო დასასრული ვნახოთ. ასე ლაინის ჩაჭრა. გადავიდა, აიღო თავის თავზე და პასი უნდა გაეკეთებინა, ეს თავიდანვე უნდა მეთქვა. აჯობებდა რომ პასი გაეკეთებინა და შეიტია მარტო. ძალიან ცუდად თამაშა საბოლოო ჯამში ასე ლაინმა. დარჩა ბურთი ქუთაისელებს და ბუბა კვიმსაძე იწყებს შეტევას. აშაევი, გიორგი ბარბაქაძე, კვიმსაძე, საშუალო დავით ბარბაქაძე ზუსტია. კარგად გათამაშდა აქ ბურთი და დავით ბარბაქაძემაც საშუალო მანძილიდან ყველაფერი ზუსტად შეასრულა. 64-61 ძალიან გამოცდილი ბურთელია დავით ბარბაქაძე. გადამწყვეტ მომენტებში შეუძლია მას თავისი სიტყვა თქვას. ასე ლაინი ბერუაშვილი, ბაქრაძე. ჩქარეული. გაგვიანდა ძალიან კარგი თამაში ქუთაისმა დაცვაში. სროლა ვეღარ მოასწრო. თესეუს კალათბურთელებმა. იყო მაინც რამდენიმე ეპიზოდი, როცა შეეძლოთ 24 წამის გასვლამდე სროლა, მაგრამ რატომაც არ გადაწყვიტეს. სროლის განხორციელება და დაიკარგა ესე უაზროდ შეტევა.
გიორგი ბარბაკაძე, მათიაშვილი ჯარიმა შეტევაში. არა, ჩააგდო მათიაშვილმა ძალიან გასაოცრად ვარდნაში ისროლა და ჩააგდო. მეოთხე პერსონალური გერუაშვილს. 24 ქულა იყო რიჩარდ მათიაშვილის. ძალიან კარგად გამოიყურება წლევანდელ სეზონში რიჩარდ მათიაშვილი. მე გვახსოვს წინა სეზონშიც მისი გამოსვლა. ერთი თავით მაღლა დგას წლევანდელი სეზონის მონაცემები წინა სეზონთან შედარებით. 25 ქულა რიჩარდ მათიაშვილის და უკვე 61-67 წინ ქუთაისი 6 ქულით დაწინაურდა ქუთაისი. ბაქრაძე. ჩქარეული მასელაინი კარგად გაკეთდა ყველაფერი. უბრალოდ ბურთი ძალიან კარგი კომბინაცია იყო ორსკვლიანი. უნდა ჩაეგდო ასელაინს მსგავსი ბურთები უნდა ვარდებოდეს, მაგრამ ხდება ხოლმე. კვიმსაძე. მათიაშვილი ძალიან ტვირთავენ მათიაშვილს შეატყვეს რომ ვერაჩერებენ უბრალოდ ამ კალბურთელს. ეს ბოლო მეოთხეში ძალიან უჭირს რიჩარდ მათიაშვილის გაჩერება. პირველ ტაიმში ჩვენ ვამბობდით რომ სამწამიან ზონაში უფრო უნდა გააქტიურებულიყვნენ ქუთაისელები. ეს ყველაფერი გააკეთეს მას თამაშის ბოლოს მეოთხე პერიოდში და მოიტანა კიდეც ამან შედეგი. მეორე სროლა ვერ გამოიყენა რიჩარდ მათიაშვილმა და სწრაფშეტევაზე გადადის გივი ბაქრაძე. ხიზანიშვილი ესმერა პერიმეძე. ლაუ ბაქრაძე გაუვარდა ბურთი ხელიდან კვიმსაძე. დავით ბარბაკაძეზე პასი და დავით ბარბაკაძემ ჩამოიღო ფარი. ძალიან ლამაზად ჩატენა. ძმები ალამაზებენ დღევანდელ შეხვედრას ბრწყინვალეს ლემდანქებით ცალი ხელით ორივემ. ძალიან ლამაზი მომენტები შემოგთავაზეს. 70-61 ქულიანი უპირატესობა ქუთაისელთან. ნახოთ ეს სამიანი თუ ჩავარდება, ჩავარდა. მენი ასროლინეს ქუთაისის კალბურთელება, იმიტომ რომ ძალიან მოასუსტეს ყურადღება. ეს გამოიყენა ასლბერუაშვილმა და სამიანი უმალვე უპასუხა. კვიმსაძე. ფაშაევი დარჩა სამიანზე. ჩააგდო უცბათვე გაქვითვეს ქუთაისის კალბურთელებმა. 64-73. 9 ქულით არის უკვე ქუთაისი წინ. დარჩენილია 3 წუთი და 20 წამი. ბაქრაძის სამიანი მანაც ჩააგდო გივი ბაქრაძე. არ ნებდება თესეუ ამ სამიანებით ინარჩუნებს შანსს. 77-73. 6 ქულა და 3 წუთი რჩება მეოთხე პერიოდის დასრულებამდე. ბუბა კვიმსაძე არ გარისკა სამიანის სროლა 8 წამი შეტევის დასრულებამდე. ფაშაევი მათიაშვილს ბარბაკაძე უნდა ისროლოს. ვერ აგდებს მოხსნა დაცვაში და შანსი თესეუს. ძალიან გარისკა ეხა ბაქრაძემ ამ პასის გაკეთებით. ფაშაევი და გაუგებარი. შეეძლო რომ აი პერიმეტრზე გაეტანა თავისუფლად დავით ბაქრაძეზე ბურთი და იქიდან დავით ბარბაკაძე. უკმაყოფილოა გიორგი ბარბაკაძე თავის თანაგუნდელის თამაშით. გასაგებია იქ უფრო გაცილებით მარტივად თამაში იყო, საჭირო რბილი პასი და ორი ქულა იქნებოდა, მაგრამ ფაშაევმა რაღაც გაურკვევლად და გაუგებრად ითამაშა. ხედავთ ეხლა თქვენს ეკრანებზე გიორგი ჩხეიძეს, რომელიც ძალიან გაბრაზებული არის თავის კალბურთელების თამაშით. ბაქრაძის კარგი შესვლა და გიორგი ბარბაკაძე ჯარიმდება. ეს ქუთაისის პირველი გუნდური არის. ქუთაისმა მეოთხედი ძალიან ბილად ჩაატარა უჯარიმოდ. ძალიან მეორე მოინდომა გივი ბაქრაძემ შემიადა. კვიმსაძე. კარგად გააკეთა ყველაფერი კვიმსაძემ, ბარბაკაძემ მოემზადა, გაისწორა და ჩააგდო. 77-76 9 ქულა ქუთაისის უპირატესობა. დარჩენილი არის 2 წუთი და 9 წამი. ძალიან გაუჭირდება თესეუს თამაშის ბედის შემოტრიალება. ქუთაისმა ბოლო მეოთხეში
გამოაჩინა ბრჭყალები, როგორც ამბობენ ხოლმე და მოუკლა თამაში თესეულს შეგვიძლია ვთქვათ აღარაფერი გამოსდით სტუდენტებს შეტევაში, ხოლო დაცვაც დაუშალეს, ყველაფერი გამოსდით, ლამაზი ჩატენები, სამიანები, ორნაბიჯი შესრულები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ქუთაისი იგებს 9 ქულას. ედავ ჩვენ ქუთაისის გუნდს დავით უსტიაშვილი აძლევს მითითებებს. თავის კალათბურთელებს თუ როგორ უნდა დაასრულონ დღევანდელი მატჩი თავის დასასარგებლოდ 9 ქულით არის ქუთაისის წინ და ალბათ თუ რამე სასწაული არ მოხდა დღევანდელ მატჩს მიიყვანენ ბოლომდე კიდეც. თავიანთი გამარჯვებით. ესეუს ლიგაში ხედავთ რომ ბრუნდება ტეტელაშვილი, გივი ბაქრაძის ნაცვლად. ალბათ ეს უფრო ბაქრაძის დაღლილობის გამო არის გამოწვეული. აიწყებს კიდეც ტეტელაშვილი თავის გუნდის შეტევას, ახლა ჩაირთო 24 წამი და ვნახოთ რა გამოუვა სტუდენტურ გუნდს ჩქარეული. უბრალოდ ბერუაშვილია საშუალო ესროლა, ვერ ჩააგდო მათიაშვილმა მოხსნა და ალბათ უკვე მათიაშვილი დაჯარიმდა. უნდა შეელაპარაკება მათიაშვილსა და ტეტელაშვილს შორის. მესამე პერსონალური რიჩარდ მათიაშვილს. აქ პრინციპში მცირე შანსი მაინც დაუტოვეს თესეულს, ძალიან მცირე, მაგრამ მაინც შანსი რომ წამოიღო ქუთაისი და ჩაეგდო ეს ბურთი ყველანაირი შანსი გაქრებოდა. ხიზანიშვილის სამიანი არ ჩავარდა მოხსნა შეტევაში ტეტელაშვილმა. ისევ ხიზანიშვილი და შეცდა ხიზანიშვილმა ვერ დაიჭირა ეხლა ბურთი. შეცვლა თესეუს ლიგებში ჩქარეული გამოდის ხიზანიშვილის ნაცვლად. იმას ნიშნავს რომ პერიმეტრზე გააკეთეს რა თქმა უნდა თესეუ აქცენტს. არბაქაძე, ყვიმსაძე, ფაშაევი ძალიან მარტივად გამოიტანეს ეხლა ბურთი. მათიაშვილი დრო უნდა გაწელონ ალბათ. მათიაშვილმა შეუტია. კვლავ მას დარჩა ბურთი და უკვე ხანიაშვილს ძალა აღარ იყო და სიმაღლე იმისთვის რომ წინააღმდეგობა გაეწია რიჩარდ მათიაშვილისთვის. ხანიაშვილი ჯარიმას გავდა მათიაშვილის მოძრაობა. მაგრამ აჩალადეს არ ჩავუდგა. წუთი და 17 წამი თამაშის ბოლომ დასრულებამდე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოიგო ქუთაისმა ეს შეხვედრა. ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. მეორე სენსაცია დღევანდელ დღეს აღარ დაფიქსირდა. შეგახსენებთ დღეს უკვე ჩატარებული თამაშების შესახებაც სწრაფად გეტყვით, რომ არმიამ დაამარცხა ბათუმი ძალიან დიდი ანგარიშით 32 ქულიანი სხვაობით. აქ მათიაშვილმა ტრადიციული სამიანი შემოგთავაზა, თითოს თამაში მაინც აგდებს ხოლმე. ხოლო დღის ცენტრალურ შეხვედრაში კი შსს აკადემიასა და დინამოს შორის დრამატულ ბრძოლაში და ძალიან ლამაზ კარგ შეხვედრაში დინამო მოახერხა და სენსაციურად დაამარცხა შსს აკადემია, ჩემპიონის ერთ-ერთი ლიდერი. გიორგი გულშემატკივრებს უთხრათ თუ არ იციან რომ დღეს ბათუმის რიგებში კეშელავა ლევანდელი სეზონის რეკორდი მოხსნა ქულებში 41 ქულა მოაგროვა. თან ეს არც თუ ისე მარტივ მოწინააღმდეგესთან არმიასთან და აუცილებლად 10 სამიანი ჩააგდო წინვალით თამაშა კეშელა. აქამდე რეკორდი იყო 31 ქულა. ის მათიაშვილს ეკუთვნოდა ის წინავდელი ეს რეკორდი და რუსთაველ ბოუის. მაგ მათიაშვილი ისე აუგდო და ეს რო გამოსულიყო თამაში. ხანიაშვილის სამიანი არ ჩავარდა, ფაშაევი, მათიაშვილი. არ ჩაატენინა ხანიაშვილმა მათიაშვილს. 31 წამი შეხვედრის ბოლომდე გასარკვევი გვაქვს მხოლოდ საბოლოო ანგარიში. 4 გუნდური ჯარიმა ქუთაისს. ამ თამაშის შემდეგ ქუთაისი ჩაიწერს მე-6 გამარჯვებას თავის აქტივში. და ჯერჯერობით დარჩება ისევ
მეხუთე პოზიციაზე. დაველოდოთ დღეს კიდევ ჩასატარებელია შეხვედრები, ორი შეხვედრა. ძალიან დატვირთული დღეა, როგორც მოგახსენეთ, სპორტის სასახლეში იმართება 5-ვე შეხვედრა, კიდევ ერთი სლემდაკი დავით ბარბაკაძის შესრულებით. ბოლო წამებში ქუთაისელებმა ითარეშეს თესეუს ბარზე. 10 წამი რჩება. მაინც შეუტევს. ალბათ თესეუსი და გვიმსაძე დააფარა გიორგი ხანიაშვილს. აღარ უნდა შეუტიონ ახლა უკვე მორჩა ყველაფერი ულოცავთ ქუთაის გამარჯვებას. 73-83 თესეუ ქუთაისი, ქუთაისელებმა მოიპოვეს ალბათ დაგეგმილი გამარჯვება. თესეუ კი ძალიან კარგად ითამაშა. დავემშვიდობოთ მოგები ჩვენს გულშემატკივრებს, ტელემაყურებლებს, ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. მადლობა გიორგი პავლიაშვილს და დიდი მადლობა ჩვენსარეჟისორ ჯგუფს. ნახვამდის.